წმინდა თეოდორე სტუდიელი პარასკევსა მეორესა შვიდეულისასა ერთობისათვის სიყვარულისა და მხნედ ტვირთვად ტკივილთა სათნოებისათა და მიმთხვევად სასუფეველსა ცათასა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, მიხარის თქვენთვის გლახა გზა ამას, რამე თუ ზოგებით ცხონდებით და მშვიდობით იქცევით და მოთმინებით გარდაიხდით ჟამსა მარხვისასა და ესრეთ არს ცხოვრება თქვენი და ესრეთ სასოება თქვენი. რამე თუ რაბა მკეთილ არს კრებულსა შინა მშვიდობა და ერთობა, რომლისაგან წარსდევნილ არიან ბოროტი უწესოება, დაუწყნარებლობა, ცილობა და ძვირის ზრახვა, ურჩება, ამპარტავნება და სხვა ყოველივე ბოროტი ესევით არის, პირველად თავთა თვისთა მოატყვებენ კეთილსა და სხვათა სახე სათნოებისა ექმნებიან და ესრეთ შეიძინებენ შესაძინელსა დიდსა. რამე თუ ვითარცა სავნებელისა მიზეზნი ვაებათა დაიმკვიდრებენ, ეგრეთვე სათნოებისა მიზეზნი კურთხევასა დაიმკვიდრებენ. ნუცა სადა დავეცემით ძმანო კეთილისა წესიერებისაგან და სანატრელისა დაწყნარებულებისა. ნუცა განუგრილდებით საღმრთოისა სიყვარულისაგან, რამე თუ წერილ არს ვითარმეთ, შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. აც უკვე რომელსა ესრეთ უყვარდეს ღმერთი, ეგევით არის იგი არა განძღების, არცა განგრილდების, არცა მოეწყინების, არამედ უფროსღა ცეცხლსა ცეცხლითა მოიგებს და სურვილსა სურვილითა აღაგზნებს და ახსვლასა სათნოებათასა გულსათვისა დაიდებს და ძალითი ძალად სულიერად ამაღლდების ყოვლადვე სამარადისოდ. არა ხედავთა ხორციელთა მშობელთა, რაოდენ იჭირვიან ამაოთათვის და განხრწნადთა. არა ხედავთა წინაშე თვალთა თქვენთა ნავისა მოქმედთა ამათ, ვითარ დღე ყოველ შურებიან და მცირედცა არა სცემენ განსვენებასა თავთა თვისთა და ესე რაისათვის, რათა მცირედი ოქრო მოიგონ და თვისთა მათთა საზრდელი მოურეწონ. ხოლო ჩვენ საღმრთოისა სიმდიდრისათვის და სასუფევლისათვის ცათასა და შვებისათვის საუკუნეთა კეთილთასა და განრინებისათვის საუკუნეთა სატანჯველთაგან არა თავს ვიდვათა ყოველივე ყოვლითა გულს მოდგინებითა და მოსწრაფებითა. და უკეთულ სისხლთაცა დათხევაი ჯერ იყოს ქრისტესთვის, სიხარულით დავთხოვნეთ. ჰოი ძმანო ჩემნო, გევედრები დავსდგეთ მხნედ შეჭურვილნი ჯაჭვითა სარწმუნოებისათა. სასოებასა გვიხაროდენ, ჭირსა მოვითმენდეთ, ლოცვასა განკრძალულ ვიყვნეთ, ფსალმუნებასა გალობასა წიგნის კითხვასა, რათა ესე ვითარითა მოსწრაფებითა შემოვკრიბოთ გონებაი და მოვსწყვიდოთ იგი ამაოთა საქმეთა წურთისაგან. და ვინაიდან უქმობაი დედა არს ვნებათა, ხოლო შრომა მცველი არს გონებისა, ნუ განვრყვნით უქმობითა წესიერებასა ჩვენსა, არამედ აღვირჩიოთ მორჩილება და წესიერად შევრაცხოთ შრომაი და განსვენებაი მოყვასისა და სხვა ყოველივე, რომელი იქმოდეს სულთა ჩვენთა ცხოვრებასა. ყოვლისა პირველ ვილოცვიდეთ სადავე მსახურებათა შინამყოფთა ძმათა ჩვენთათვის, რამე თუ დიდად მელმის მათთვის, ვინაიდან ვერ ვხედავ წინაშე თვალთა ჩვენთა და ვევედრები ღმერთსა,
რათა თითოეული მათის ცხონდეს. ილოცევდით უკვე ჩემთვისა დაბლისა ამის, რათა მომცეს მე სიტყვაი აღებასა პირისა ჩემისასა და ცხოვრება უბრალო, რათა ჩვენცა ორ კერძოვებს ცხონდეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.